გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით, როგორც შეგვირდით, დღეს უნდა ჩამეწერა ბლოგი. გუშინდელ და დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ვითარდება და რომელსაც უწოდეს ამერიკის ავიაციის ისტორიაში შავი დღე. და ამ დილიდანვე პოსტი, როდესაც დავწერე ამ საკითხთან დაკავშირებით, ატყდა ერთი ისტერიკა, არ ვიცი, ჩემ Facebook-ის გვერდზე იყო შეყრილი მთელი ეს იმბეცილთა ჯგუფი, რომელმა იმბეცილებმაც, რა თქმა უნდა, არიციან ნორმალური აზროვნება არ აქვს, შეგიძლიათ თავად იხილოთ, თუ რა გამოხმაურება მოყვა ამ პოსტს. მე მინდა თავშივე ვთქვა, რომ მე ამ ავადმყოფი ადამიანებისთვის სამწუხაროდ, რომლებიც ძალიან ბევრი არიან, აი დაავადებული ხალხი ძალიან ბევრია საქართველოში, მე ამ ავადმყოფებისთვის არ ვწერ ამ ყველაფერს, ვწერ ნორმალური ხალხისთვის, იმიტომ რომ არსებობს სრული საინფორმაციო, როგორ გითხრათ, ბლოკადა, ვაკუუმი, ყოველ შემთხვევაში დახშობა და ამ ხალხის ტვინი არის გადატრიალებული ამდენი ხანი და მე ეს ხალხი მეწოდება და მე მათ უყურებ როგორც ავადმყოფებს, გაჭირვებულებს. ამიტომ თქვენთვის, ჩემო კარგებო, ვინც ახლა იღლით თავს და ჩემი ლანძღვით და ამ საკითხთან დაკავშირებით 1000 ბოღმის თხევით ხართ გადაქცეული ეს კოლექტიური ეპშტეინები, ბიდლამასას მოგმართავთ. შეგიძლიათ გააგრძელოთ ასე, ძალიან კარგია, პირიქით ალგორითმს უწყობს ხელს, უფრო მეტი და მეტი ადამიანი გებულობს სიმართლეს. ხოლო იმ ადამიანების მიმართ, ვისაც მართლა რეალურად აინტერესებთ თუ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, სინამდვილეში, რეალობაში და არა ის პროპაგანდა, რაც ისმის, მე მინდა თხოვთ გამოიწეროთ, თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, ჩემი გვერდი, შემოგვიერთდეთ Telegram არხზე და ერთად ვადევნოთ ოპერატიულ მოვლენებს და ობიექტურ რეალობას თვალი, თუ რა ხდება, როგორ ხდება, რანაირად ხდება და ეს ჩვენს გვეხება, იმიტომ რომ ჩვენი უახლოესი მეზობელი არის ირანი და ხვალზე მოვლენების განვითარება როგორ იქნება, კაციშვილმა არ იცის და აი ახლა ამ ცხოველებთან მე სალაპარაკო არაფერი არ მაქვს, თქვენ მიბრძანდით ბატონო და ცხოველთა უფლებები დაიცავით ახლა მიტინგზე, თქვენი დღე არის, თქვენ ადამიანები არ გაინტერესებთ და რა ვქნა ახლა. სამწუხაროდ მძიმე დროში გვიწევს ცხოვრება, ამდენი ავადმყოფი ქართველის ყურება უბრალოდ აი ადამიანურად გეუბნებით, ძალიან მძიმე არის ჩემთვის პირადად რა. რომ აი ამ დონეზე დავიდა საზოგადოება, რომ ელემენტარულს ვერ ხვდება და ეს მას არის ძალიან დიდი. ამიტომ აღარ გავაგრძელებ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარს და ვისაც გაინტერესებთ, მოიწონეთ გვერდი, გააზიარეთ და დანარჩენი აგერ აი QR კოდს მოგაწოდეთ, ვისაც გიჭირთ მოძებნა და შეგიძლიათ ჩვენს გვერდს შემოუერთდეთ, ტელეფონი მიიტანოთ, დაასკანეროთ კოდი და ავტომატურად მოხდებით ჩვენს გვერდზე. მოკლედ გუშინდელი დღე აღინიშნა ამერიკული ავიაციის ისტორიაში ძალიან მძიმე დღეთ, შავ დღეთ იქნა ჩაწერილი. ძალიან დიდი ამბები იყო, რასაც რა თქმა უნდა საქართველოში არ ამბობენ, 12-მდე გენერალი იქნა გაანთავისუფლებული თავიანთი თანამდებობიდან, თუ თავად გადადგნენ, ეს კიდე საკითხავი არის. ამას ამ ყველაფრის შესახებ ბოლოში გაიგებთ, იმიტომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბევრმა თვითონ თავისი ნებით დაწერა განცხადება და წავიდა. ეს 7 გენერალი არის ცნობილი, მათ შორის 3 ქალი არის, რომლებმაც დატოვეს თანამდებობა და აი რა გახდა ამ თანამდებობის დატოვების მიზეზი, რეალობაში ცოტა უცნობი არის, იმიტომ რომ ერთი ის რომ ამერიკის შეიარაღებული ძალებს უზარმაზარი დანაკარგები აქვთ ვიეტნამის ომის მერე რო არ ქონიათ, მაგრამ ამას გარდა არსებობს კიდე მეორე ამბავი, რასთან დაკავშირებითაც მოისაზღვრება ის, რომ თვითონ გენერლებმა თქვეს უარი ამ ყველაფერში მონაწილეობაზე, ისინი თავიდანვე იყვნენ წინააღმდეგი და როგორც ჯო კენტი გადადგა ამერიკის შეერთებული შტატების კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი, რათა პასუხისმგებლობა აესგან აერიდებია თავი ამ მოვლენებთან დაკავშირებით, ზოგიერთმა გენერალმა ამის გამო დაწერა განცხადება, მათ შორის გადამდგარი არის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალიც.
და ამას თვითონ ამერიკელები არ მალავენ, თუ ის მოვლენები თუ რაც ხდება, პირდაპირ დღეს Fox News-ი წერდა ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას, რაც ეხება ამერიკულ დანაკარგებს და ესეთი სათაური აქვს საფრთხე ცაში ეძღვნება ეს იმ მოვლენებს, რომ ამერიკული ავიაცია ითვლებოდა მთელი ამ ხნის მანძილზე, საერთოდ ხელშეუხებელ და ასე რომ ვთქვათ, აუღებელ ციხესიმაგრედ, რომელთან მიკარებაც შეუძლებელი იყო, მაგრამ როგორც ეს ომი აჩვენებს, ეს პერიოდი დასრულდა კაცობრიობის ისტორიაში, სხვა ქვეყნებმაც ისწავლეს საჰაერო აპარატების ჩამოგდება და ვერც მეხუთე თაობის თვითმფრინავები და ვერც უკვე გამოცდილი აპარატურა ვერ ახერხებს ვერანაირად ირანის ცაში დომინაციის მოპოვებას. ნუ ახლა საქართველოში ამის არჯერად, როგორც ხედავთ, 1000-ზე მეტი კომენტარია იმბეცილების დაწერილი, სულ სხვანაირად ხედავენ, მანამდე კი მე მინდა გაჩვენოთ აი თვითმფრინავების სია, რომელი თვითმფრინავებიც იქნა ჩამოგდებული, ეს არის მეოთხე ოფიციალურად მეოთხე F-15 იგლი, მისი მოდიფიკაცია, არწივი, ასევე ჩამოგდებული არის F-16, რომელიც ასევე ძალიან წარმატებულ თვითმფრინავად ითვლება ავიაციის ისტორიაში. ცნობილი არის როგორც მსუბუქ გამანადგურებლის, ვინმესთვის თუ არ მნიშვნელოვანი, მსუბუქ გამანადგურებელთა სიას მიეკუთვნება. MiG-29-ის ოპონენტად ითვლებოდა მთელი ამ ხნის მანძილზე. უკრაინაშიც გადაცემულია ეს თვითმფრინავები. შეუძლიათ მსუბუქი პატარა ტაქტიკური ატომური ბომბის ტარების ფუნქციაც გააჩნიათ და გამომდინარე აქედან ერთ-ერთ საუკეთესო თვითმფრინავად ითვლება, ეს ჩამოგდებული არის. ასევე ჩამოგდებული არის A-10, რომელიც ლეგენდარული თვითმფრინავია და ქართველი ინჟინერის ალექსანდრე ქართველიშვილის შექმნილი არის, უკვე 40 წელზე მეტი არის. ამერიკის შეიარაღებულ ძალებში ირიცხება ეს ხომალდი, ძალიან წარმატებული იყო, ახლო აღმოსავლეთში 1991 წელს მისი კარიერა ძალიან წარმატებული გამოდგა. 8100 გაფრენიდან მხოლოდ 7 მოხვედრა იყო მაშინ მიზანზე დაფიქსირებული, დანარჩენი წარმატებით ერთ-ერთი გმირი იყო მაშინ უდაბნოს ქარიშხლის ეს თვითმფრინავი. ესეც ჩამოგდებული არის, ასევე ჩამოგდებული არის შავი ქორი, ერთფრენი. თავის დროზე, ანუ ეს როდესაც მოხდა, ირანელებმა გაავრცელეს ამის შესახებ ინფორმაცია, რომელიც რადარებიდან იყო ნაჩვენები. გავრცელდა ტელეგრამ არხებზე, ვისაც გაინტერესებთ ჩვენს ტელეგრამ არხითშიც ოპერატიულად გავრცელდა, იმიტომ რომ გასაგებია ხა 21 საუკუნე არის და შეგვიძლია როგორც ერთი მხრის, ასე მეორე მხრის ტელეგრამ არხები ვამოწოთ და ინფორმაცია მივიღოთ სწრაფად, მაგრამ ნუ საქართველოში ამის დაჯერება არავის არ უნდა და არა მარტო საქართველოში ამას უარყოფდა თვითონ ამერიკული სარდლობაც, რა თქმა უნდა, დანაკარგების საერთოდ ომის დროს აბსოლუტურად ნორმალური პროცესი არის, როდესაც მხარეები უარყოფენ ამ დანაკარგებს. თუმცა შემდეგ მოუწიათ ამ ყველაფრის აღიარება, რადგან გავრცელდა F-15 იგლის ორი პილოტი მართავს ამ თვითმფრინავს, ერთი პილოტი არის უშუალოდ პილოტირებას ახორციელებს, მეორე შტურმანი არის, იერიშებს ახორციელებს ობიექტებზე და გავრცელდა ერთ-ერთი პილოტის დედის პოსტი სოციალურ ქსელში. ნუ ვედრებას და ლოცვას უფრო წააგავდა, ეს როდესაც თხოვდა ყველას, რომ მისი შვილი გადარჩენილი იყო, ჯერჯერობით უცნობი არის მის შესახებ ინფორმაცია. ამის, ნუ პარალელურად გახდა ცნობილი, რომ ამერიკელებმა გააგზავნეს ირანში სამაშველო ჯგუფი, რომელიც სამაშველო ჯგუფიც ამ ორი პილოტის განთავისუფლებას უნდა ჩადგომოდა სათავეში და უნდა გაენთავისუფლებიათ. ეს იყო ძირითადად ეს ორი შავი ქორი, ვერტმფრენები, რომლებიც უშუალოდ ხმელეთზე ოპერაცია უნდა ჩაეტარებიათ და ასევე რა თქმა უნდა ამ ყველაფერში მონაწილეობდა მხარდაჭერის ავიაცია,
და A10, რომელზეც გეუბნებოდით ალექსანდრე ქართველიშვილის დაპროექტებული ეს ლეგენდარული თვითმფრინავიც მონაწილეობდა ამ ყველაფერში. ირანელებმა ისიც ჩამოაგდეს, ეს უკვე უშუალოდ ორმუზის სრუტესთან არ მომხდარა საჰაერო სივრცეშიც შეღწევა, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ეს საკითხავია კიდე შეაღწია და შეიძლება გამოსვლის დროს იქნა ჩამოგდებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის არ ჩამოვარდა ისეთ ტერიტორიაზე, საიდანაც ევაკუაცია ვერ მოხერხდებოდა, პილოტი წყალში იყო. და მისი ევაკუაცია სწრაფად განხორციელდა. რაც შეეხება ამ ორი პილოტის ბედს, ერთ-ერთი როგორც ამბობენ, გამოიხსნეს, მაგრამ ერთი დღემდე ამ მომენტამდე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. სამძებრო სამუშაოები რომელი მხრიდან უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ ირანელებიც ახორციელებენ ძებნას და მილიარდი რეალით თუ რა ვიცი, რამაც მილიარდ რეალზე არის საუბარი, ვინც მოძებნის და ცოცხალს მიუყვანს, სხვადასხვა სახელმწიფომ კი არა, იქამდე კომპანიებმა და მდიდარმა ხალხმა გამოაცხადეს, რომ ცოცხალ ამერიკელ პილოტს, ვინც დაიჭერს და მიიყვანს, მას ამდენი გადაეცემათ საჩუქრად, მოკლედ იქ-ერთი ამბებია ატეხილი. და აი ამ ოპერაციის დროს ეს ორი შავი ქორიდან, ორი ვერტმფრენიდან ერთ-ერთი შავი ქორი იქნა ასევე ჩამოგდებული. გავრცელებული ინფორმაციით, მაგრამ დამზღულმა მეორე შავმა ქორმა მისი ეკიპაჟი ერთ-ერთ პილოტთან ერთად გამოიყვანა ზონიდან. ამის დასამტკიცებლად ასევე გავრცელდა კადრები, ვიდეო კადრები, რომელიც ირანის მხარემ გავრცელა შავი ქორის هلیکوپتر آمریکا هم نیرو نظامی یک دشت بزن به نازمت بزن და ეს შავი ქორიც, ერთ-ერთი შავი ქორიც დაიკარგა ამ ოპერაციის დროს, თუმცა როგორც ამბობენ, გადარჩა ნაშველთა ჯგუფი და პილოტები, თუმცა აპარატი დაიკარგა. კიდევ ერთი თვითმფრინავი იქნა დაკარგული, ვერტმფრენი უბრალოდ ეს უკვე უშუალოდ ხმელეთზე განხორციელდა ამ ვერტმფრენის დაკარგვა. ეს არის CH-47 მძიმე ტვირთის მზიდავი ვერტმფრენი, ზედმეტ სახელად ამერიკულ ჯარში ძროხას ეძახიან ამ თვითმფრინავს, რომლებსაც მძიმე ტვირთის გადატანის ფუნქცია გააჩნიათ, ძალიან წარმატებული თვითმფრინავი არის და ის კუვეითში ბაზის დაბომბვის დროს განხორციელდა მისი ჩამოგდება. ასევე გახდა ეს დრონი ირანელებმა აიღეს და წაიღეს ალბათ შესასწავლელი. სწავლისთვის გამოიყენებენ. საინტერესო არის ის, რომ ოფიციალური აღიარება განახორციელა ამერიკულმა მხარემ, თუმცა ისინი აღიარებენ 4 იგლის დანაკარგს, აღიარებენ A10-ის დანაკარგს, კიდევ ასევე AWACS-ების დანაკარგს, მაგრამ F-35-ის დაზიანებას და დრონების დაზიანებას, მაგრამ ამას გარდა კიდევ სხვა დანაკარგებს, თუნდაც აი ამ ძროხების დანაკარგებს, რომელზეც საუბარი მქონდა ვერტმფრენების, ამას ისინი
არ აღიარებენ ცოცხალი თავით. ნუ აბსოლუტურად ნორმალური არის ეს, როგორც გითხარით, გამომდინარე იქედან რომ ომის დროს კიდე ტყუილი უმაღლეს დონეზე არის აყვანილი. კიდევ ერთი ფოტო მინდა გაჩვენოთ, რომელიც ირანულმა მხარემ გაავრცელა, ეს უკვე F-16-ის ჩამოგდების შესახებ. ჩვენ გადავალთ რუკაზე და უფრო დეტალურად გაჩვენებთ ამ კოორდინატებს, სადაც მოხდა ჩამოგდება, სადაც უშუალოდ განვითარდა ბრძოლის ადგილები და ეს არის F-16, რომელიც მოფრინავდა ირანიდან, ალბათ მისიიდან სავარაუდოდ დაბომბვაში მონაწილეობდა და ჩამოვარდა საუდის არაბეთში. ჩამოვარდამდე ცოტა ხნით ადრე უბედურების სიგნალი გადასცა, რომელი უბედურების სიგნალიც იქნა შემჩნეული ასევე ფლაირადარების მიმართ, ამიტომ ესეც ჩვეულებრივ დანაკარგად უცნობია პილოტის ბედი. აქ ერთი რაღაც არის საინტერესო, რომ ეს ირანის ტერიტორიაზე იქნა ეს დაზიანებული, თუ ერაყის ტერიტორიაზე იქნა ეს საკითხავია, იმიტომ რომ ერაყში ასევე ირანული პროქსი ძალები მოქმედებენ, მაგრამ ჯერჯერობით ამის დადასტურება არ არის, არც ამერიკული სარდლობა აღიარებს, თუმცა ფაქტია ეს, რომ განხორციელდა ეს ყველაფერი. ახლა თვითონ ამერიკელებმა დანაკარგები აღიარეს ასევე ჯარისკაცების ცოცხალი ძალის ამბავში, თუ მათ რა დანაკარგები ჰქონდათ, ესეც ძალიან დიდ ეჭვებს იწვევს, რადგან გავრცელდა არაერთი ინფორმაცია, მათ შორის აქ არ ვეყვნობით ჩვენ ირანული მხრის, რომელიც ასევე პროპაგანდისტულ მხარეს წარმოადგენს, ირანული მხრის გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათ 800 და 600 ამერიკელი მოკლეს და ასე შემდეგ, უფრო თურქული გაზეთები და თურქული გამომცემლობა ავრცელებდა ამ ინფორმაციას რამოდენიმე კვირის წინ, რომ სადღაც 113 თუ 116 ამერიკელ სამხედროზე იყო დაღუპულზე საუბარი. თუმცა ოფიციალური ამერიკული მხარე ადასტურებს მხოლოდ 13 სამხედროს დაღუპვას და სადღაც 336-ის დაჭრას. ცოტა უცნაური არის, ამხელად დაჭრილი და ასე ცოტა დაღუპული ერთმანეთთან, ეს ერთი თეორიაში შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკაში ომების დროს ნაკლებად ხდება, უფრო სავარაუდოა ერთ დაღუპულზე 3 დაჭრილი ზოგადად და აი ახლა ამხელა რაოდენობა რო ავიღოთ, გასაგებია სიტყვაზე რომ იყოს 100, 150 დაჭრილი, ვთქვათ, 200 დაჭრილი, მაგრამ 363 დაჭრილი და მხოლოდ 13 დაღუპული, ესეც საეჭვო არის. ამიტომ აქაც ალბათ შუბი ხალთაში არ იმალება და ადრე თუ გვიან გამოჩნდება ეს ყველაფერი. თვითონ ირანელები არიან, ну, რა თქმა უნდა, გააგრესიულებულები იქნებიან და ნორმალურია ეს გააგრესიულებულები რო იყვნენ, მაგრამ განსაკუთრებით იმიტომ რომ ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ინფრასტრუქტურის დაბომბვა, დაბომბილი იქნა როგორც ირანელები ამბობენ ირანის ინჟინერიის შედევრი, სტრატეგიული დანიშნულების ხიდი, რის გამოც დიდი ხიდი, რის გამოც ირანმა გამოაცხადა, რომ რეგიონში არსებული სხვა ხიდები, სტრატეგიული დანიშნულების ხიდები, იგივე არაბეთში, იგივე მაგალითად ბაჰრეინში, გაჩვენებთ ამას ყველაფერს რუკაზე დეტალურად, ირანის ლეგიტიმური სამიზნეა და ამ ყველაფრის ფონზე ბაჰრეინის ხიდი, რომელიც დაბომბვის სამიზნე ხდება, ეს ერთადერთი ხიდია, რომელიც ბაჰრეინის კუნძულს აკავშირებს მატერიკთან და ამას ქვია საუდის არაბეთთან მეგობრობის ხიდი. ბაჰრეინში, სადაც ბაზირებდა 8000 ამერიკელი ჯარისკაცი, დარჩენილი იყო 1500 ჯარისკაცი და მათაც სწრაფად დატოვეს კუნძული, პრაქტიკულად როგორც ვრცელდება ინფორმაცია,
ამერიკელი სამხედროებისგან დაიცალა ეს კუნძული. ნუ რამდენად რეალურია არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია ის, რომ კუნძულზე ჩარჩენილი სამხედროები არანაირად არ აწყობდათ ამერიკელებს, ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა და თავისთავად მათ გაიყვანდნენ იქედან. აი ხლა კი მინდა ერთი სხვა თეორიასთან დაკავშირებით, რომელიც გენერლებს ეხება, რომელიც რა ვიცი, გაანთავისუფლეს თუ თავად დაწერეს განცხადება და წავიდნენ შეიარაღებული ძალებიდან ამ ყველაფრის ფონზე. მოისაზრება თეორია იმის შესახებ, რომ გენერლებმა თქვეს უარი, რადგან ის მოსალოდნელი დანაკარგები, სახმელეთო ოპერაცია, რომელიც ხშირად გვესმის, ამას ბლოგის ბოლოს ნახავთ დეტალურად რუკაზე მაქვს ნაჩვენები დაახსნილი, თუ საიდან შეიძლება სახმელეთო ოპერაცია იქნას განხორციელებული ირანში და რატომ მანდა მაინც იქ და ეს ყველაფერი ბლეფია, რასაც საუბრობენ კუნძული ხარკის მიტაცება სპარსეთის ყურეში შესვლას გამორიცხულია ეგ 1% არაა მაგისი. დღეს მაგასაც ნახავთ შემდეგ რუკაზე, რომ დღეს სპარსეთის ყურესში აბსოლუტურად ყველა გემი, ვინც არაა კოალიციის წევრი სახელმწიფო, ვინც მათ არ ემხრობათ, უპრობლემოდ მოძრაობს ფრანგული გემი, მათ შორის იაპონური გემები, მაგრამ ეპშტეინის კოალიციის გემები იქ ვერ მოძრაობენ, ამ ყველაფრის პარალელურად ისინი იხდიან გადასახადს 2 მილიონი დოლარის ეკვივალენტ იუანს იმისთვის, რომ ირანმა უსაფრთხო კორიდორით გაატაროს ისინი. ამიტომ იქ გამორიცხულია დესანტირება, სულ სხვა ადგილზე იგეგმება თეორიაში და ამას აქ უფლება რომ ამან იარსებოს, იმიტომ რომ ის ადგილი, სადაც დესანტირება იგეგმება, რადიკალურად განსხვავდება იმ ადგილიდან, რასაც საუბარი იყო თავიდან. რა თქმა უნდა, ეს ახლა სამხედრო საიდუმლოც არის და კოორდინატს არავინ არ იტყვის, სად და როგორ მოახდინებდნენ დესანტირებას, მაგრამ კარდინალურად განსხვავებული ადგილი არის და თუ რატომ ხდება იმ ადგილზე, ამაზეც არის საუბარი, არ მინდა ახლა უბრალოდ გესაუბროთ ამას, ისედაც მოისმენთ და გავიმეორო ერთი და იგივე. ნახეთ ბლოგი ბოლომდე და ბოლოში ნახავთ ამ ყველაფერს. შესამჩნევი არის ის, რომ აი ატლანტიკაზე ფლაირადარებმა დააფიქსირეს არანორმალურად მაღალი აქტივობა ამერიკული სატრანზიტო თვითმფრინავების, ჰერკულესების, რომლებიც ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართებიან და საქმე იმაში არის, რომ დიდი ალბათობით ამ ამერიკის შეიარაღებული ძალები ცდილობენ პირადი შემადგენლობის დესანტირებას ჯერ ახლო აღმოსავლეთის ბაზებზე და იქედან სახმელეთო ოპერაციის ჩატარებას სულ სხვა ადგილზე, რაც, რა ვიცი, ეს არანაირ ნორმალურ აზროვნებაში არ ჯდება, კი სამხედრო ლოგიკიდან გამომდინარე იმ ადგილას დესანტირება, სადაც თეორიაში განიხილება ეს ყველაფერი და ამ ალტერნატიულ აზრს აქვს მნიშვნელობა შედარებით უსაფრთხო არის, ვიდრე სპარსეთის ყურეში ეს პირდაპირ ქვაბში ჩაყრა არის ჯარისკაცების, მაგრამ მაინც ხმელეთზე მილიონამდე მოქმედი ირანული არმიის წინააღმდეგ სადღაც 10,000, თუნდაც 20,000, თუნდაც 30,000 ამერიკულ დესანტს არანაირი შანსი არ აქვს და როგორც ამბობენ, ზუსტად გენერალიტეტმა ამ ყველაფერს არიდა თავი პასუხისმგებლობას იმას, რაც ამ დესანტირებას მოყვება. ფაქტი არის ერთი ის, რომ ვერაფრით ამერიკელებმა ვერ შეძლეს და ამერიკამ და ისრაელმა ვერ შეძლო ირანის ცაზე უპირატესობის მოპოვება. მათ ვერ შეძლეს მათი დასახული მიზნების მიღწევა, ხელისუფლების შეცვლა, ბირთვული პროგრამის გაჩერება, რა ვიცი, სხვა ბევრი რაღაცები, რასაც იძახდნენ თავიდან ეს ზღაპრები, მაგრამ ცდილობენ რომ მაქსიმალურად ზიანი მიაყენონ ქვეყანას.
ეხლა შეერთებულ შტატების კანონმდებლობიდან გამომდინარე ტრამპს გააჩნია კონგრესის გარეშე კიდევ უფლება დაახლოებით ერთი კიდევ აპრილის ბოლომდე აწარმოოს საბრძოლო მოქმედებები, რასაც კონგრესის თანხმობა არ ჭირდება ახლო აღმოსავლეთში და ფაქტის წინაშე დაყენება შემდეგ თუ კი დესანტურა დაიწყო და თუ კი ხმელეთზე იქნა გადასმული დესანტი არ ვიცი, ძალიან ესეთი სიტუაცია არის, დიდი ალბათობით ამას კონგრესი მხარს არ დაუჭერს, მაგრამ აი უშუალოდ უკვე ომის პროცესში ჩართული, აქტიური ომის პროცესში ჩართული ომის შეწყვეტა შეუძლებელი გახდება. მოკლედ ნახოთ, ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ახლა მინდა გადავიდეთ რუკაზე, გაჩვენოთ უშუალოდ რუკაზე ის ყველაფერი, რაც აქამდე რაზეც გესაუბრეთ, უფრო დეტალურად, უფრო გასაგებად და დანარჩენი მოკლედ პირდაპირ რუკაზე გავარკვიოთ რა. მაშ ასე მეგობრებო, გადავიდეთ ახლა უშუალოდ რუკაზე და რუკაზე განვიხილოთ მომხდარი მოვლენები, რომელი მოვლენებიც გუშინ განვითარდა და დღესაც ვითარდება აი ამ ბლოგის ჩაწერის მომენტში. მოდი დავიწყოთ პირველ რიგში იქედან, თუ ირანელების ესეთი განსაკუთრებული გააგრესიულება რისგან არის გამოწვეული. აი ეს არის ის ხიდი, რომელზეც გეუბნებოდით, ირანული ინჟინერიის შედევრი, რასაც უწოდებდნენ, რომელიც არის ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის, რომელიც დაბომბა ამერიკულმა ავიაციამ, რაზეც ირანმა განაცხადა, რომ ის აუცილებლად პასუხს აგებიებს ყველა იმ ქვეყანას და ჯავრს იყრის იმ ქვეყნებზე, რომლებიც ამ ოპერაციას ხელს უწყობენ. მათი განცხადება არის რეგიონში არსებული ყველა სტრატეგიული ხიდი, რომელიც სტრატეგიული ხიდებიც არის ერაყში, ისრაელში, ბაჰრეინში და ასე შემდეგ. აი მაგალითისთვის ეს ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხიდი, რომელი ხიდიც არის განთავსებული, ეს არის კუნძული ბაჰრეინი, რომელზეც იყო ყოველ შემთხვევაში განთავსებული ამერიკის მეხუთე ფლოტის ბაზა და ასევე სხვა 8000 კაციანი კონტინგენტი იყო საერთო ჯამში. ის უკავშირდება საუდის არაბეთს, მატერიკს უკავშირდება აი ამ ხიდით, რომელსაც მეგობრობის ხიდს ეძახიან და არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი სამიზნე, ადრეც ჰქონდა მიტანილი ირანს ამ ობიექტზე იერიში, მაგრამ არ იყო იმდენად შესამჩნევი, რომ მთლიანად ხიდი დანგრეულიყო. ეს უკვე ირანი აცხადებს, რომ ეს მისი ლეგალური სამიზნე არის სხვა ხიდებთან ერთად. თავად ბაზაზე, თავად აი აქ, სადაც განთავსებული არის ამერიკული სამხედრო ბაზა და სხვა სტრატეგიული ობიექტები, მოწყალოდ ხორციელდება მთელი ამ ხნის მანძილზე დაბომბვა, თვითონ კაცრავად ბაჰრეინის მოსახლეობა ნახევარზე მეტი არის შიიტური მოსახლეობა, რომლებიც საერთოდ ითხოვენ ხელისუფლების შეცვლას. მოკლედ ამერიკელებს ყავდათ დარჩენილი აქ 1500 კაციანი შენაერთი და გავრცელებული ინფორმაციით მათ გაყავთ ეს შენაერთი ნაწილი გაყვანილი ყავთ, მაგრამ ეს საარტილერიო დანადგარები, ჰაიმარსები და ესე შემდეგ გაყავთ კუნძულიდან, გამომდინარე იქედან, რომ ისინი მოხვდებიან უბრალოდ კუნძულზე და მათ ხმელეთზე გადაადგილების საშუალება არ იქნება, მომავალში გართულების შემთხვევაში აქედან უკვე გამოყვანა გახდება შეუძლებელი. რაც შეეხება საავიაციო დანაკარგებს, რაზეც გესაუბრეთ, მოკლედ
დღე იყო ამერიკის ავიაციის ისტორიაში. და მინდა გაჩვენოთ თუ ის მოვლენები თუ რაც ხდებოდა. პირველ რიგში როგორც გახდა ცნობილი ამ მიმართულებაზე, ირანის სამხრეთის მიმართულებაზე მოხდა ამერიკული იგლის F-15-ის ჩამოგდება, რომელსაც ორი პილოტი მართავს, რომლის საშუალებითაც იქნა გაგზავნილი ჯგუფი, რომელი ჯგუფის ვერტმფრენებიც ასევე დაზიანდა, ასევე ერთი თვითმფრინავი იქნა 10 ჩამოგდებული. აი ამ ტერიტორიაზე იქნა ეს ყველაფერი მომხდარი. რომელსაც ორივე მხარე ეძებს, აი ეს არის გაგზავნილი ვერტმფრენები, დესანტი, რომელმაც როგორც ამბობენ ერთი ჯგუფი გაიყვანა. აჩვენეთ მე თქვენ ეს ვიდეო, რომლებიც ასევე ქვეითის დონეზე ცეცხლის ალში აყვენ, ასევე სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო უპილოტო დრონი და F-35, ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია დრონის ჩამოგდების შესახებ. F-35 შვიდობით გავიდა. საინტერესო არის F-16-ის ჩამოგდების ადგილი, აი ეს როგორც გახდა ცნობილი, ფლაირადარებსაც აქვთ დაფიქსირებული ეს სამოქალაქო ავიაციის რადარები არის, რომ აი ამ რაიონში ერაყ-არაბეთის საზღვარზე ბოლოს F-16-მა გადასცა უბედურების სიგნალი და ჩამოვარდნილი იქნა საუდის არაბეთის ტერიტორიაზე. არავინ არ იცის ზუსტად, ცოტა რთული არის ახლა ამის თქმა. თვითონ ამ თვითმფრინავის დაზიანება მოხდა სამაშველო ოპერაციების დროს ირანის ტერიტორიაზე, თუ მისი დაზიანება მოხდა ერაყის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ საჰაერო მანძილი, რომ ვივარაუდოთ ჩვენ სადღაც 500 კილომეტრამდე არის საჰაერო მანძილი ირანის უახლოესი საზღვრიდან საუდის არაბეთის საზღვრამდე, სადაც არის ჩამოგდებული F-16. შესაძლებელია, რომ მისიის შესრულების შემდეგ ბრუნდებოდა ბაზაზე, ამ ადგილებში არის განთავსებული ამერიკული სამხედრო ბაზა, რომელიც ბოლო დროს იქნა დათმობილი საუდის არაბეთის მიერ და ერაყის საჰაერო სივრცეში უკვე ირანის პროქსი ძალებმა გადასატანი სარაკეტო კომპლექსებით ჩამოაგდეს ეს, თუმცა ზუსტად არავინ არ იცის, შეიძლება დაზიანებული იყო თვითონ ირანის საჰაერო სივრცეში და სანამდე შეძლო თვითმფრინავმა ფრენა, მანამდე იფრინა, შემდეგ კი განახორციელა უბედურების სიგნალის გადაცემა და პილოტმა კატაპულტირება. რაც შეეხება კიდევ ერთ ხომალდს, რომელი ხომალდიც არის ლეგენდარული F-10. აი ამ ტერიტორიაზე მოხდა მისი ჩამოგდება დაახლოებით აი ამ ტერიტორიაზე, რომელიც ასევე სამაშველო ოპერაციაში იყო ჩართული ამერიკელი პილოტის გადასარჩენად და განიცადა ამ ადგილას სადღაც 40 სრუტესთან ახლოს განიცადა კატასტროფა. თუმცა როგორც ამბობენ, F-10-ის პილოტიც გადარჩენილი არის, A-10-ის პილოტი, A-10 ჩვენთვის განსაკუთრებულად რაღაცნაირად ისეთი თვითმფრინავია, იმიტომ რომ ქართველის მიერ, ალექსანდრე ქართველიშვილის მიერ არის კონსტრუირებული და ერთ-ერთი საუკეთესო თვითმფრინავი არის ამერიკის ავიაციის ისტორიაში.
თავის დროზე, აი ირან-ერაყის ომის დროს, პირველი ომის დროს, სადღაც 8100 გაფრენა განახორციელა ერაყის ცაში და ძირითადში მხოლოდ 7 მოხვედრა იქნა დაფიქსირებული მაშინ ერაყის საჰაერო თავდაცვის ძალებიდან. ამ ადგილზე, როგორც ამბობენ, იქნა ჩამოგდებული შავი ქორი, UH-60, ეს 60 უпроსწორად, შავი ქორი, ეგრეთ წოდებული შავი ქორი, ამერიკელების ვერტმფრენი, ცნობილი ვერტმფრენი, რომელიც ასევე სამაშველო ოპერაციაში იყო ჩართული, თუმცა ამ შემთხვევაშიც, როგორც ამბობენ, ამ თვითმფრინავის ეკიპაჟიც იქნა გამოყვანილი. ეს დადასტურებული ინფორმაციები, რომლებიც გავრცელდა წყაროებიდან, რომ ეს ასე აუცილებლად ეს მოხდა. ასევე კიდევ ერთი თვითმფრინავი, რომელიც თვითმფრინავიც იქნა განადგურებული, მაგრამ ამ შემთხვევაში ის განადგურდა ხმელეთზე. ეს არის სატრანსპორტო მრავალფუნქციური ვერტმფრენი, ძირითადად მძიმე ტვირთების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება CH-47 ზედმეტსახელად ძროხები, ასე ეძახიან ამერიკულ ჯარში. ძალიან საიმედო და ძლიერი თვითმფრინავი ვერტმფრენი არის და მისი განადგურება მოხდა უკვე უშუალოდ კუვეითში საავიაციო ბაზაზე. ეს რაც შეეხება საავიაციო დანაკარგებს, ნახოთ დანარჩენი ინფორმაციებიც იქნება აუცილებლად გამჟღავნებული. ეხლა რაც შეეხება ორმუზის სრუტის საკითხს, აი ეს არის ყველაზე დიდი კატასტროფა ალბათ ამერიკელებისთვის. ომის დაწყებიდან პირველად ფრანგულმა გემმა, კონტეინერების მზიდავმა უპრობლემოდ დატოვა ორმუზის სრუტე. აქ ნაჩვენები არის მიმართულებაც თუ როგორ ზუსტად ეს არის ის კორიდორი, რომელიც კორიდორის უსაფრთხო კორიდორის გახსნით, საიდან არის გამოც ირანი იღებს 2 მილიონი დოლარის ეკვივალენტს იუანში, დერეფანში მშვიდობიანად გატარების გამო, ფრანგულმა ხომალდმა დატოვა სპარსეთის ყურე და ეს არის რეპუტაციული დარტყმა და ყველანაირი დარტყმა ამერიკული პოლიტიკისთვის, თვითონ სახელმწიფოსთვის, ესე გამოდის, რომ აბსოლუტურად ყველა ის ქვეყანა, რომელიც ხურავს საჰაერო სივრცეს, ყველა იმ ქვეყანას, რომლიდანაც ხდება გაძევება ისრაელის და ამერიკის, საელჩოების, ამერიკის ელჩი არ გაძევებულა არსაიდან, მაგრამ აი ისრაელის ელჩი მაგალითად ესპანეთმა გააძევა საჰაერო სივრცე, დახურა იტალიასთან, საფრანგეთთან, შვეიცარიასთან, მათ შორის ავსტრალიასთან ერთადაც უპრობლემოდ გადაადგილდება ორმუზის სრუტეში, მათ არ ეხებათ ორმუზის სრუტის ბლოკადა. ვინც ეწინააღმდეგება, ესე რომ ვთქვათ, მხოლოდ ამერიკული და ებრაული გემები და ისინი, ვინც ემხრობიან აი ამ ომს, მათი ხომალდები ორმუზის სრუტეში ირანის თავდასხმის მსხვერპლი ხდებიან. ამას აჩვენებს ეს რუკა, მეტნაკლებად, როგორც ხედავთ, ეს არის მაჩვენებელი. ეს იყო გუშინდელი მოვლენებია დღესაც, სხვათა შორის გავრცელებული ინფორმაციით, ასევე იაპონურმა ტანკერმა, რომელსაც გათხევადებული აირი მიქონდა, უპრობლემოდ დატოვა ორმუზის სრუტე, რადგან იაპონიაც არ ჩაერია ამ ომში. ირანმა გამართა და ამუშავა ეს დერეფანში
თანხის გადახდის სისტემა, რომლის მეშვეობითაც გემები, ვინც იმ ქვეყნების, რომელი ქვეყნებიც როგორც გითხარით, არ ემხრობიან ამბობს, უპრობლემოდ ტოვებენ ორმოზის სრუტეს. ამიტომ ეს ტრამპმა და ისრაელმა თავიანთ ხომალდებს გამოუწერეს ეს ყველაფერი. ასევე საინტერესო არის ერთი მომენტი, რომელიც ეხება გაერთიანებულ ემირატებში ჩვენ ძმა და მეგობარ ალაბართან IT ინდუსტრიის და არა მარტო IT ინდუსტრიის განადგურებას. საერთოდ ყველაზე მეტად დაზიანდა ამ ომიდან გაერთიანებული ემირატები. აქ გავრცელდა კიდევ ინფორმაცია, კიდევ დარჩენილი ელემენტების, რომელიც თავად ის ანტისარაკეტო ფარი არის, მრავალ მილიარდიანი ქონება. ესეც განადგურებული იქნა, მაგრამ საინტერესო არის უშუალოდ IT ტექნოლოგიების ცენტრების დაბომბვა, რომელიც დაიბომბა, განადგურებული იქნა და ეგრეთ წოდებული დატა ცენტრები ინტერნეტის და IT ინდუსტრიის ხელოვნური ინტელექტის ასე რომ ვთქვათ, იქაური ეგრეთ წოდებული სილიკონის ველები ძალიან ცუდ დღეში ჩავარდნენ ემირატები შემჩნეული არიან აქტიურ თანამშრომლობაში. ირანმა ჩამოაგდო დრონი ჩინური წარმოების, რომელიც არის ემირატების შეიარაღებულ ძალებში, ასევე ისპაჰანის დაბომბვის დროს იქნა შენიშნული ფრანგული რაფალი, რომელიც ამერიკის და ისრაელის შეიარაღებაში არის ემირატების შეიარაღებაში, ამიტომ ემირატებს ძალიან მძიმედ მოხვდათ ამ ყველაფრიდან. ასევე დრონი იქნა შეპყრობილი და კიდევ ერთი მთავარი საინტერესო მომენტი, რაზეც მინდოდა თქვენთან მესაუბრა. თავში გითხარით, რომ ეს გენერლების გადადგომას ეხება და არის ბელუჯისტანის ტერიტორია, ეს არის უკიდურესი სამხრეთ აღმოსავლეთი ირანი, რომელიც თითქმის პაკისტანის საზღვარი არის და აქ არის პორტი, ჩაბახარის პორტი, რომელიც არის სტრატეგიული პორტი, რომელიც გათვლილი იყო და გათვლილია ჩრდილოეთის სამხრეთის მარშრუტის ერთ-ერთ საკვანძო პორტად, რომლის მეშვეობითაც მოხდებოდა ბერეფნებში რუსეთის მიმართულებით ტვირთის გატარება და არის აი ამ ტერიტორიაზე ეს ბელუჯები სხვა ეთნიკური ჯგუფი არის, ასე რომ ვთქვათ, ისინი არ არიან სპარსები, სხვა ეთნიკური, ცალკე ეთნიკური დიდი ჯგუფი არის და აი არის განთავსებული აი ეს პორტი, აი აქ ფიქსირდება უწყვეტი ფრენები ამერიკის ავიაციის აი ამ ტერიტორიაზე და საინტერესო არის თუ რატომ გახდა განსაკუთრებით ეს მიმართულება ამერიკული ავიაციისთვის ასეთი მნიშვნელოვანი. აქ ნავთობსაბადოები არ არის, მაგრამ როგორც გითხარით, არის ეს ძალიან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პორტი და აქ გამოითქმის შემდეგი მოსაზრება, აი ძალიან საინტერესო მოსაზრება, რომელსაც ნამდვილად აქვს ამ ვერსიას არსებობის უფლება. ეხლა რაში არის საქმე? ხშირად ისმის ოპერაციები, რომ თუ ხმები იმის შესახებ, რომ ოპერაციები უნდა ჩატარდეს სპარსეთის ყურეში, სპარსეთის ყურე როგორ მდგომარეობაშია და როგორ ხდება მისგან კონტროლი კუნძული ხარკით დაწყებული, აგრძელებული ორმოზის სრუტით, აქ ცხვირის შეყოფა ამერიკელების უკვე ავიაციასაც უჭირს, არათუ დესანტირებას და შემდეგ საზღვაო და ქვეით ოპერაციებს, მაგრამ აი ამ ჩაბახარის პორტი, აი ამ ხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი და რატო?
პირველი დავიწყოთ იქედან, რომ ჩაბახარის პორტი განთავსებულია ბელუჯისტანში, რომელთანაც აი ამ ეთნიკურ ანკლავს აქ პრობლემები ქონდა, ისტორიულად პრობლემები ირანის მთავრობასთან. არის სეპარატისტული მოძრაობები და დიდი ალბათობით შესაძლებელია ამერიკელები და ებრაელები ცდილობენ ბელუჯების სეპარატიზმზე გააკეთონ ფსონი. ერთის მხრივ თვითონ ბელუჯები აუჯანყონ ირანის ცენტრალურ ხელისუფლებას, მეორეს მხრივ აი ეს დერეფნის მნიშვნელოვანი, აი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პორტის ინფრასტრუქტურა გამოიყვანონ წყობრიდან, აი პორტი იქნას განადგურებული, ან მათ დაიკავონ ეს პორტალი და ეს არის ყველაზე, როგორ გითხრათ, იცით, აი შედარებით მთელი ირანის ტერიტორიაზე ყველაზე მეტი ხელსაყრელი ადგილი, სადაც შესაძლებელია მეტნაკლებად დესანტირება განხორციელდეს ამერიკული შეიარაღებული ძალების. აი ეს კვადრატი, რომელიც ნაკლებად არის, ასე რომ ვთქვათ, დაცული ირანის ცენტრალური ხელისუფლებისგან და აი ამ ადგილზე მოხერხდეს აი ამ სამკუთხედში დაახლოებით კვადრატში, არ ვიცი როგორ ფიქრობს ამას ამერიკული გენერალური შტაბი, მოხდეს დესანტირება. რატო ვამბობ ახლა ამას? გამომდინარე იქედან, რომ აქ არის, როგორც გითხარით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პორტი და მხარდაჭერა გემების თვითონ ზღვიდან დესანტის მიმართ იქნება აი დესანტი, გემები, რომლებიც განთავსებული არის აი ეს ამერიკული დამრტყმელი ხომალდები და ავიამზიდები, რომლებიც განთავსებული არის. აი აქედან შესაძლებელი არის მოხდეს ისე, რომ დესანტირება განხორციელდეს აი ამ მიმართულებით. ასეთ შემთხვევაში ეს იქნება შედარებით ყველაზე მეტი უსაფრთხო ადგილი, რადგან პაკისტანი არის ერთ მხრივ აქეთ, მეორე მხრივ აქეთ არის ომანი. დესანტირების საშუალება ძალიან კარგი არის და ზღვიდან მხარდაჭერის საშუალება ძალიან კარგი აქვს ამერიკელებს და კიდევ ერთი მთავარი საინტერესო მომენტი, აქვე პორტთან განთავსებული არის აეროდრომი თავისი ინფრასტრუქტურით, რომელი აეროდრომიც ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არის და ამ აეროდრომის დაკავების შემთხვევაში ამერიკელები მოახერხებენ თავიანთი შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას, როგორც საზღვაო, ასევე საჰაერო, ესე რომ ვთქვათ, ხიდით. და აქ შესაძლებელი იქნება განთავსდეს როგორც დესანტი, გადაისხას ასევე ჯავშანსატანკო დესანტი, ქვეითი დესანტი, მომარაგება იქნას, ტყვია-წამალი იქნას ჩატანილი და რაც ხავარია, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი იყოს, მაგრამ ბუნებრივია ეს ყველაფერი, ჩვენ თუ ამას ვფიქრობთ და ჩვენ თუ ამას ვხედავთ, ეს ძალიან კარგად იციან ირანელებმა. ირანელებისთვის ეს მიმართულება პირიქით არის ყველაზე მეტი რთული მიმართულება, რადგან ჯერ ერთი მთავარი ცენტრიდან ყველაზე რთულად სამოქმედო რეგიონი არის, ეს მსუბუქლიანად მთაგორიანი ტერიტორია არის, ირანის და უდაბნოს ტერიტორია არის აქ. მერე და მეორე მაინც ბელუჯები არიან, რომლებშიც სეპარატისტული მოძრაობა არის, ძალიან აქტიური იყო ყოველთვის და ის ასე რომ ვთქვათ, აქ ამერიკელებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ შედარებით უკეთეს პირობებში მოახდინონ დესანტირება, ვიდრე
ეს წარმოუდგენელი არის ამ პირობებში დესანტირების განხორციელება აი ამ მიმართულებაზე, სადაც მთლიანად ეს გაყოლება არის ირანის სარაკეტო ცეცხლის ქვეშ და ანუ აღარაფერს ვამბობ უკვე აი ამ კუნძულ ხარკზე, რომელ კუნძულზეც ვითომდა დესანტის გადმოსყრაზე იყო საუბარი, ორმხრივ ცეცხლში მოექცევიან ასეთ შემთხვევაში ირანის პროქსი ძალები, რომლებიც აქ არიან განთავსებული და თავად ირანელები, რომელიც მატერიკიდან მოახერხებენ მხარდაჭერას. მოკლედ აი ეს იყო ახლა ძირითადი რისი თქმაც მინდოდა, აი რუკაზე რისი ჩვენებაც მინდოდა თქვენთვის. ეს მოვლენები ვითარდება ამ მომენტისთვის და აი ვისაც მეტი გაინტერესებთ, როგორც გითხარით, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი ტელეგრამის არხი, სადაც უფრო ოპერატიულ ინფორმაციას პერიოდულობით შეძლებს დაგვარად მაღალი ინტენსივობით შევეცდებით, რომ მოგაწოდოთ და გაწოდებთ აი ძალიან ბევრი ადამიანი საერთოდ ვერ ხვდება თუ რასთან არის საქმე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოვლენა და მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც მოვლენაც ხდება ფრონტზე მეორე მესამე დღეს თუ იქნება საქართველოში გაჟღერებული, ამიტომ როდესაც რაღაცას ვეუბნებით, რომ აი ეს ასე ხდება, ხალხს არ ჯერა. ну შემდეგ ეს ინფორმაცია მუშავდება, გადის ფილტრს და ეს ფილტრი ერგება უკვე საზოგადოებას, რომელიც მოწამლული აქვს თავიდან ბოლომდე ამ საწამლავ ტელევიზიებს. გემშვიდობებით, ჩემო უღრმესი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. დღევანდელი ბლოგი ეს იყო. კარგად ბრძანდებოდეთ.